მოგესალმებით, ბრუნდებით ამოცანების განხილვით 76-დან. ეს ამოცანაც საკმაოდ მარტივია. შეგვიძლია პირდაპირ თავად წიგნში მოცემული ნახაზით ვიხელმძღვანელოთ, რადგანაც მოცემული სამკუთხედი არის ტოლგვერდა, ხედავთ აგერ ნახაზს, აშკარად ნახაზით უნდა ვიხელმძღვანელოთ და თუ დააკვირდებით წეროსთან მდებარე კუთხე, ზედაწეროსთან მდებარე კუთხე სამ ტოლ ნაწილად არის დაყოფილი, თითოეული მათგანი იქნებოდა 20 გრადუსი, ხო? 20 გრადუსი, 20 გრადუსი, 20 გრადუსი. ანუ x-ი არის 20 გრადუსი. და მარტივი საჩვენებელია, მეგობრებო, რომ კიდურა სამკუთხედები ერთმანეთის ტოლია, სამკუთხედების ტოლობის რომელი ნიშნით, ალბათ ორი კუთხითა და მათ შორის მდებარე გვერდით, ხო? მე დაგვირდით, ცოტა უფრო მუქფერს ავიღებ. ეს კუთხე ხო ტოლია. ეს კუთხეები ხო ტოლია და სამკუთხედის საწყისი გვერდები ტოლია, ხო? მოდი, სამხაზიანი ესეც. ანუ გამოვიდა, რომ ეს კიდურა სამკუთხედები ერთმანეთის ტოლია, სამკუთხედების ტოლობის, მოდი გავაფერადოთ მაინც, ეს სამკუთხედი და ეს სამკუთხედი, სამკუთხედების ტოლობის მეორე ნიშნის მიხედვით, ну, პირობითად მეორე ნიშნის ორი კუთხითა და მათი საერთო გვერდით. მაშინ გამოვიდა, რომ მოდი ეგ შავი ფერი ავიღოთ ახლა. ლავი, ეს გვერდი ტოლია ამ გვერდის. იმიტომ რომ შესაბამისი გვერდებით ტოლი იქნებოდა კიდურა სამკუთხედების. გამოვიდა, რომ ტოლფერდა ეს სამკუთხედი, ანუ ესეც y გრადუსი იქნებოდა და შესაბამისად x რადგან 20 გრადუსია, მაშინ 2y იქნება 180 - 20-ის ტოლი. ანუ 160-ის და y გამოვიდოდა 80 გრადუსი. მოდი გადავამოწმოთ 76-ში, წესით პასუხი უნდა იყოს 80. კი. გავაგრძელოთ 77 ნომერი ვნახოთ, რას გთხოვს ახლა. ტოლფერდა სამკუთხედის, მოდი დავწეროთ 77. ტოლფერდა სამკუთხედში ფუძეზე დაშვებულ სიმაღლესა და ფერდს შორის კუთხე 20-ით ნაკლებია. კაი, ავიღოთ ტოლფერდა სამკუთხედი. მოვნიშნოთ ფუძეზე დაკავლებული სიმაღლე, ხო? კი ბატონო, რადგანაც სამკუთხედი ტოლფერდაა, მოდი ბარემ ავნიშნოთ, რომ ეს ტოლფერდა იყო, ხო? სიმაღლე ბისექტრისაც იქნებოდა და მედიანაც. შესაბამისად, რა ვიცით ახლა ჩვენ აქ ტოლფერდა სამკუთხედში ფუძეზე დაშვებულ სიმაღლეს და ფერდს შორის კუთხე, ეს კუთხე თუ არის x-ი, სიმაღლესა და ფერდს შორის კუთხე 20 გრადუსით ნაკლებია ფუძესთან მდებარე კუთხეზე. ანუ ეს იქნება x + 20 გრადუსი. მორჩა დამთავრდა, იპოვეთ სამკუთხედის კუთხეებიო და ცხადია ესენი, მართკუთხა სამკუთხედია მარცხენა სამკუთხედი, მახვილი კუთხეების ჯამი არის 90 გრადუსი. და 2x-ი ტოლი იქნებოდა 70 გრადუსის, x იქნებოდა 35 გრადუსის ტოლი. ანუ შესაბამისად, კუთხეები რა იქნება? წეროსთან, ფერდების შემართება წეროსთან მდებარე კუთხე გამოვიდოდა 70 გრადუსი, ხოლო 55 გრადუსი გამოვიდოდა ფუძესთან მდებარე კუთხეები. გადავამოწმოთ 77, 55, 70. კი. 78 ამოცანა. მოდი გადმოვხაზოთ. პრინციპში შეგვიძლია აქაც ვისაუბროთ, მაგრამ გარსე კარგი ამოცანაა და აქ ერთ ფაქტს უნდა დავაკვირდეთ, რომელიც გარკვეული განმეორებადობით რაღაცა ისეთი პერიოდულობით შეიძლება შევგვხვდეს და კარგია თუ მივაქცევთ ყურადღებას. მოდი ნახოთ მაინც. რა არის აქ განსაკუთრებული? აქ უნდა იყოს მედიანის და ბისექტრისის ურთიერთმართობობაზე. თუ არა, მოდით ავხატოთ, შეიძლება მერეოდეს სხვა პირობაში და წავიკითხავ, არ ვიჩქარებ ახლა. რა ხდება? სტანდარტული ABC სამკუთხედი ამოცემული, არ ვიცით, ფლახკუთხა, მახვილკუთხა, შეიძლება არც გქონდეს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. AC გვერდი BC გვერდზე ორჯერ მეტია. პირობითად თქვა, თუ BC გვერდი არის
AC გვერდი არის ორია. იპოვეთ კუთხე BK მედიანასა და ოკეი, გავავლოთ BK მედიანა. ასე. შესაბამისად, მოვნიშნოთ, რომ ეს მონაკვეთები ერთმანეთის ტოლია და CM ბისექტრისას შორის. გავავლოთ CM ბისექტრისა. პირობითად თქვა, აი აქ არის. ეს მოვნიშნოთ, რომ ბისექტრისა, მოდი სხვა ფერს გამოვიყენებ, მონიშნისთვის თქვა, წითელს გამოვიყენებ, აი ასე. ეს კუთხე ტოლია, აქაც ეს გვერდი, ამ გვერდის ტოლია. მოდი ბარემ მივაწეროთ ახლა, რომ არ დაგვაწყდეს შემდეგ, რომ თუ ეს ვთქვათ 2 აიღო, მაშინ ესენი A და A ტოლი გამოდის, ხო? კაი, ნუ რას ითხოვენ? მედიანასა და ბისექტრისას შორის კუთხეს. ძალიან მარტივად იკვეთება ახლა 1:1. ალბათ თქვენს შენიშნავდით უკვე, რომ აი X სამკუთხედი ტოლფერდაა რა. ნუ აგერ A და შესაბამისად ტოლფერდა სამკუთხედში დააკვირდით აი C-დან გავლებული ბისექტრისა არა მხოლოდ ABC სამკუთხედის ბისექტრისა, არამედ მოდი რაიმე ასოს დავაწერ ამას. DCB სამკუთხედის ბისექტრისაცა. შესაბამისად ტოლფერდა სამკუთხედში DCB ტოლფერდაში ეს C-დან გავლებული პრინციპში ეწერა ამას ეს BK იყო და ეს C თუ არა მე ვახლა 78 აი ასე კი C-მი გამოდის რომ მოდი ამას დავაწეროთ ოწერტილი კვეთას CO ბისექტრისაცაა და სიმაღლეც იქნება და მედიანაც იქნება. ხო? ანუ ეს შუაზეც გაიყოფოდა აქ და მართი კუთხეც იქნებოდა. ტოლფერდა და ტოლფერდაში გამოვიდა გავლებული CO ბისექტრისა. ორჩა, კითხვას გავეცით პასუხი, ბისექტრისა და სიმაღლე მართი კუთხით იკვეთებიან. ეს შებრუნებულიც სწორია, თავისთავად ამ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა რომ სამკუთხედის შიგნით გავლე ბისექტრისა, ურთიერთმართობრივი ბისექტრისა და მედიანა, თავისთავად ერთი გვერდი მეორეზე ორჯერ მეტი გამოდის. არგი. ნახოთ მაინც გადავამოწმოთ 79. ბატონო 90 გრადუსი. მოდი წავშალოთ, რაღაც საინტერესო 79 ამოცანა იკვეთება. ეს ყველას კარგი ჩანს და ნახოთ სამკუთხედის გვერდების სიგრძეები სანტიმეტრებში გამოსახული ერთმანეთის მომდევნო სამი ნატურალური რიცხვის ტოლია. აჰა. ანუ თქვათ სამკუთხედის ერთი გვერდი თუ არის A, მეორე იქნებოდა A+1, მესამე იქნებოდა A+2. ანუ ერთმანეთის მომდევნო სამი ნატურალური რიცხვია. კი ბატონო. იპოვეთ ამ სამკუთხედის გვერდები თუ მისი ერთ-ერთი მედიანა ერთ-ერთი ბისექტრისის მართოვულია. აი ნახეთ ზემოთ რომ იყო ამოცანა. აქ პირიქით უკვე ვიცით რომ მედიანა ბისექტრისის მართოვულია და საერთოდ აი ეგ ფაქტი რომ მოხდება ამოცანაში ახლა რამდენად საჭირო დროს უცებზე პირად გაგვახსენდება ეგ სხვა თემა, მაგრამ როცა გამოცდილება გააქვთ ამაზე ნაფიქრი გაქვთ, მალევე აღიდგენთ ამ სიტუაციას. აი ნახეთ გავლებული გვაქვს ესე იგი ჩვენ ბისექტრის, მოდი აქედან მედიანა გავავლოთ თქვათ, აი ასე მედიანა და აქედან ვავლევთ ბისექტრისას რა, აი ასე ბისექტრისაა გავლებული. მოდი მონიშნოთ ესენი შესაბამისად მედიანა და ბისექტრისაა, აგერ ეს ბისექტრისა და ეს მედიანა იყო. კიდევ თუ აღმოჩნდა რომ ესენი ურთიერთმართობული არიან, მაშინ აუცილებლად ერთი გვერდი მეორეზე ორჯერ მეტია. კონკრეტულად რომელი? დავაკვირდით ახლა ახას სიტუაციას. ანუ მარცხენა სამკუთხედი, დიდი მარცხენა სამკუთხედი, აი ეს სამკუთხედი, აი აქ იქნება ტოლფერდა. რატომ? იმიტომ რომ მხოლოდ ტოლფერდა სამკუთხედშია
ბისექტრისა სიმაღლეც. შესაბამისად, ესენი თუ A და A, ესეც იქნებოდა A გვერდი. პირობით. აქაც A გვაქვს აღნიშნული და მოდი X-ი გამოვიყენოთ. აი, იქნებოდა X-ი, ესეც X იქნებოდა და ესეც X-ი, ხო? ანუ აუცილებლად ორჯერ მეტი იქნებოდა. აი, ეგ უნდა შეგვენიშნა. ახლა ნახეთ, როცა ამ ფაქტს უცებ წარმოიდგენ, მე დააკვირდი რა არის მოცემული, როგორი სამკუთხედი გაქვს, გვერდები მეზობელი რიცხვებია. ხო, ახლა ფიქრობ, აი, რა შეიძლება იყოს ეს x-ი და 2x-ი, ხო? ან უშუალოდ ერთმანეთის მომდევნო რიცხვები არიან, ან ერთის გამოტოვებით, ხო? ანუ იდეაში ან აიქნებოდა A-ს როლში და 2x-ი A + 1-ის როლში, ანუ მეზობელი რიცხვები იქნებოდნენ, ან A + 2-ის როლში უნდა ყოფილიყო, ანუ ერთის გამოტოვებით უნდა ყოფილიყვნენ ერთნაირი ჯერადობის, ანუ x-ი და 2x-ი. ახლა დააკვირდით, შეიძლება თუ არა მეზობელი რიცხვებიდან ერთი მეორეზე ორჯერ მეტი იყოს. აი, ეგ ერთადერთ შემთხვევაში ხდება, როდესაც ეს მეზობელი რიცხვები არიან 1 და 2. აი, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რომ უდრიდეს, ანუ ორჯერ მეტი იყოს, აი 2A, ანუ პირველი რიცხვი გაუკეთებული უდრიდეს A + 1-ს. ეგ მოხდება რა დროს? აი, გადმოვა, როცა აუდრის 1-ს. შესაბამისად, A + 1 იქნებოდა 2-ის ტოლი. ანუ ან ესენი მეზობელი რიცხვები არიან, ან A + 1 და A + 2 არიან, ან A და A + 1 არიან, ხო? ორჯერ მეტი და x-ი და 2x-ი. ერთი მეორეზე ორჯერ მეტი რომ არის, ესენი ან მეზობელი რიცხვები არიან, ან და ერთის გამოტოვებით, აი თქვა და A თუ იქნებოდა, ანუ ერთნაირი ჯერადობის A თუ იქნებოდა პატარა, დიდი იქნებოდა A + 2. ახლა ნახეთ, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ თუ მეზობელი გვერდები არიან, არა აქვს მნიშვნელობა, ახლა საშუალო გვერდი იქნებოდა x-ი და უდიდესი x + 1, 2x-ი, თუ უმცირესი გვერდი იქნებოდა ეს x-ი, ანუ A-ს როლში იქნებოდა და 2x-ი A + 1-ის როლში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მოხდებოდა მაშინ, თუ ეს გვერდი არის 1-ის ტოლი და აი ეს გვერდი არის 2-ის ტოლი. აი, მაშინ რა რჩება მესამე გვერდს? რა უნდა იყოს, ხო? მაშინ გამოდის, რომ მესამე გვერდი უნდა იყოს 3-იანი, რაც შეუძლებელია. ირღვევა სამკუთხედის უტოლობა. 1 + 2 ვერ იქნება 3-ზე მეტი. არა და სამკუთხედი რომ იქნებოდეს, უნდა იყოს. ანუ გამოდის, რომ ეს სიტუაცია არ გვაწყობს. შეუძლებელია აი ორჯერ მეტი ნაკლები დამოკიდებულება რომ გვერდებსაც აქვს, ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო 1-ით მეტი მეორეზე. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ უნდა იყოს 2-ით მეტი. ანუ ეს სიტუაცია ვერ იქნება და x-ი უნდა ყოფილიყო A-ს როლში, ხოლო 2x-ი A + 2-ის როლში. ანუ უმცირესი გვერდი თუ იქნებოდა A, ის იქნებოდა ორჯერ ნაკლები უდიდეს გვერდზე. ну, ეს იქნებოდა ორჯერ მეტი. ანუ A + 2 იქნებოდა ორჯერ მეტი A-ზე. ერთმანეთის მომდევნო ვერ იქნებოდნენ ეს ორჯერ გასწორებული გვერდები, ან უნდა ყოფილიყვნენ ერთნაირი ჯერადობის, ერთის გამოტოვებით. ესე იგი x იქნებოდა უმცირესი, ანუ A და ისი გაუკეთებული იქნებოდა A + 2. შესაბამისად, A გამოდის 2. ხოლო ეს გვერდები გამოდიან 2, 3 და 4. აი აქ ახლა გეომეტრიული გამოცდილება, ანუ მარტო გეომეტრიაზეც არ იყო აქ სიტუაცია, საკმაოდ კარგი სინთეზური გეომეტრიული ალგებრული მსჯელობაა, გეომეტრიული არითმეტიკული, ანუ აქ იყო აუცილებელი ჩვენ მივხვდარიყავით ისევ და ისევ გეომეტრიის ცოდნით, ანუ სამკუთხედის უტოლობით, კონკრეტულად რომელი როლი უნდა მოერგოთ ამ ორჯერ განსხვავებულ გვერდებს რა. მეზობელი რიცხვების თუ ერთის გამოტოვებით. მე მგონია, რომ საკმაოდ რთული ამოცანა. ახლა გაუკეთებლობის ეს რიგიდან არის, მაგრამ აშკარად მხოლოდ ფაქტების ცოდნა არ ყოფნიდა. მე 80.
ისე კი არ გადამოწმებია 79-ში პასუხები რა იყო? 2, 3 და 4. კი. მივთხოცე ABC ტოლფერდა სამკუთხედში AB უდრის BC-ს და უდრის A-ს. კარგი, მოდი ავიღოთ ტოლფერდა სამკუთხედი. ასე. AB უდრის BC-ს, ხო? ანუ B არის ფერდების ერთებელი წვერო. A-ს ტოლია შესაბამისად. AD მედიანა. ესე იგი ერთ-ერთ ფერდზე არის გავლებული მედიანა. ეგეც გასაგებია. მოდი მოვნიშნოთ. ასე. C ბისექტრისა ერთმანეთის მართობულია. ძალიან კარგი. გავალოთ. C ბისექტრისაც და ვლებით ასე იყოს. მოდი ამას დროებით წავშლი და მე წითლად დავაწერ, სხვა ფერად. ეს არის C და ბისექტრისას, მოდი ამას ახლა შევაკეთებთ ხოლმე ისე გავაკეთოთ, ეს ბისექტრისაა და აი ეს ტოლი რომ არის ასე აღნიშნოთ. ეს არის მთლიანად აგვერდი, ესეც არის მთლიანად აგვერდი. ვიცით რომ მედიანა და ბისექტრისა ერთმანეთის მართობულია. და გეკითხებიან AC გვერდს. ხო, საკმაოდ მარტივად არის, ხო? საქმე აქაც. ზუსტად იგივე ლოგიკას ვიყენებთ, ეს არის 1/2-ა, რადგან აგვერდი იყო გაყოფილი მედიანით. შესაბამისად, აქაც აი ეს სამკუთხედი ACD სამკუთხედი ტოლფერდა გამოდიოდა, რადგან მასში მედიანა ბუდიში აი ბისექტრისა სიმაღლეც იყო, იმიტომ რომ CM-ი უბრალოდ აქტუალს დავაწერთ CO ბისექტრისის როლს უკვე ACD სამკუთხედშიც ასრულებს, თან მართობიცა, ანუ ტოლფერდაა და AC გვერდი იქნებოდა შესაბამისად CD-ს ტოლი. და ანუ იქნებოდა 1/2-ა. ACც დაფოდი. 91 ამოცანა. ტოლფერდა სამკუთხედში ფერდის სიმაღლის და მეორე ფერდს შორის კუთხე 24-ით ნაკლებია ფუძესთან მდებარე კუთხეზე. ანუ აქ სიმაღლე როდესაც არის მოცემული, ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას, ფრთხილად უნდა ვიყოთ, მით უმეტეს აქ არის ეს განხილება განიხილეთ ორი შემთხვევა და აღარ უნდა რაღაცა შემთხვევებში უყურადღებოთ გამოწვეული შემთხვევა და შეცდომა არ უნდა მოხსნოდა და სიმაღლე როდესაც გაივლება დავფიქრდეთ ის სამკუთხედის შიგნით ხდება თუ გარეთ. ტოლფერდა სამკუთხედის ფერდის აი თუ ფუძის მიმართაა სიმაღლე გავლებული კი ყოველთვის შიგნით გაივლება, მაგრამ ფერდის მიმართ თუ არის გავლებული, მაშინ ის ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედში არის გავლებული ან ბლაკკუთხაში. ახლა ნუ რატო არ ვიხილავთ მართკუთხას? იმიტომ ამ შემთხვევაში ფერდისგან განსხვავდება, აი მართკუთხა რომ იყოს, ხო ვიცით ჩვენ, მაშინ სიმაღლე დაემთხვევა გვერდს. აი ასე მე რომ მოვიდომო ახლა ამ გვერდზე, აი ამ აწვერო და სიმაღლის გავლება ის ხო დაემთხვევა გვერდს შესაბამისად. და მაშინ მათ შორის კუთხე არ იქნებოდა და აქ ახლა გვეუბნებოდნენ რომ ფერდის სიმაღლეს, აი რომ ვუშვებთ ჩვენ აქ სიმაღლეს, ხო? აი ამ სიმაღლესა და მეორე ფერდს შორის კუთხე 24-ით ნაკლებია, ანუ თუ ამას დავარქვევთ ალფას, აი ეს კუთხე 24-ით ნაკლებია ფუძესთან მდებარე კუთხეზე. ანუ ამ კუთხეზე, ხო? ფუძესთან მდებარე კუთხე ესეც არის და ესეც არის, მაგრამ მოდი ახლა თვალისთვის უმჯობესი იქნება თუ ასე დავაწერთ. და შესაბამისად, ახლა აქ მართკუთხა სამკუთხედში ფერზე დაშვებული სიმაღლე და ფერდი ერთი და იგივე, მეორე ფერდი ერთი და იგივე გვერდია და მათ შორის კუთხეზე ვერ ვისაუბრებდით. ძალიან ხშირად ფაქტობრივად სამი შემთხვევის მაგივრად ორ შემთხვევას ვიხილავთ ხოლმე, როდესაც სიმაღლის გავლებაზე ვსაუბრობთ. იმიტომ რომ მსგავსი კონტექსტებია მოცემული. ორი შემთხვევაა. აქ სიმაღლე გარეთ გაივლებოდა ასე იქნებოდა.
აქაც სიმაღლესა და მეორე ფერდს შორის კუთხე, აი ეს ფუძესთან მდებარე კუთხეზე, თუ მინდა აქ ჩავაწეროთ 24-ით ნაკლები, ანუ აი ეს იქნებოდა α პლუს 24. მოდი, აი შემთხვევა განვიხილოთ ჯერ, როგორ უნდა მოვიქცეთ, ჩვენ ამ და დაგვაუწყდეს ერთი ეშმარიტება, რომ ტოლფერდა სამკუთხედში ფუძესთან მდებარე კუთხეები, ეს კუთხე და ეს კუთხე ერთმანეთის ტოლია. შესაბამისად, ესეც იქნებოდა α პლუს 24. და მარტივი დასანახია მაშინ, რომ ეს 24 გრადუსი გამოდიოდა. α პლუს 24-ს გამოვაკდებოდა α და თავისთავად იქნებოდა აი. მერე, თუ დავაკვირდებით ახლა ჩვენ, აი ამ მართკუთხას, ამ კუთხეს, შევნიშნავთ, რომ მაშინ მახვილი კუთხეები, აი ვიცით რა, 24 და α პლუს 24-ია. ანუ მათი ჯამი 24 პლუს α პლუს 24 იქნებოდა 180 გრადუსის ტოლი. შესაბამისად, α არის 180 გამოკლებული 48, ეს არის 132 გრადუსი. და ვაიცი, რას ვაკეთებ? გავაკეთე. 180-ის ტოლი კი არ არის, 90-ის ტოლია, ხო, მახვილი კუთხეების ჯამი. და 90-ს გამოაკვდება 48 და შესაბამისად იქნებოდა 42 გრადუსი. ანუ ერთ შემთხვევაში იქნება 42 გრადუსი პასუხი. პასუხი რა? აი ეს კუთხე, მოდი ალფა ახლა აქედანაც გამოვთვალოთ. მოდი რა ვქნათ, ხო, აი ეს რომ არის α პლუს 24, ხო, ცხადია, ესა ფუძესთან მდებარე კუთხე, ფუძესთან მდებარე მეორე კუთხე ესაა. ესეც იქნებოდა α პლუს 24 გრადუსი და შესაბამისად უკვე რომელ სამკუთხედს განვიხილავდით? აი ამ სამკუთხედს განვიხილავდით ახლა, ხო, თლიანად ესეც მართკუთხაა და გამოვიდოდა, რომ ალფას პლუს α პლუს 24 იქნებოდა ერთი კუთხე, აი აქ ასე. და ემატებოდა α პლუს 24-ის მეორე კუთხეა და ეს იქნებოდა ჯამში 90 გრადუსი. ნუ აქედან 3α პლუს 48 არის 90-ის ტოლი, 3α იქნებოდა 42, α გამოდის 14 გრადუსი. ჩვენ გთხოვე სამკუთხედის კუთხეებს, ხო? და იპოვეთ სამკუთხედის კუთხეები. მოდი ამ შემთხვევაში რა გამოვიდოდა სამკუთხედის კუთხეები, აი საწყისი სამკუთხედის, ეს იქნებოდა ალფას პლუს 24, ანუ 14 პლუს 24, 38, ესეც 38 და შესაბამისად ეს იქნებოდა 104 გრადუსი, ხო, 76 გამოაკვდებოდა 180 და რაც შეეხება პირველ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში 42 და 24, ანუ 66 გრადუსი იქნებოდა ფუძესთან მდებარე კუთხეები და შესაბამისად ეს იქნებოდა წეროსთან მდებარე კუთხე, რამდენი გამოდის? 132 გამოდის და 48 გრადუსი იქნებოდა წეროსთან მდებარე კუთხე. გადავამოწმოთ 36, 48 კი 38, 104. გავაგზავნოთ 82 ამოცანა და არის შემდეგი კითხვები. არსებობს თუ არა სამკუთხედი, რომლის ორი ბისექტრისაა ურთიერთმართობულია. მოდი გადავამოწმოთ ახლა. შეიძლება თუ არა ბისექტრისები იყოს ურთიერთმართობი. აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბისექტრისებს შორის მდებარე კუთხის თვისება. ეს უცებ-ეს მომაფიქრეთ ახლა და ვიცი, ბევრი ალბათ სხვადასხვანაირად შეიძლება გავაფორმოთ ეს, არსებობს თუ არა სამკუთხედი. აი, ავიღოთ რაღაცა სამკუთხედი, ერთი გვერდი, მეორე გვერდი, მესამე გვერდი, გავავლოთ ბისექტრისები, ერთი ბისექტრისა, რაც მეორე ბისექტრისა, ასე, მოვნიშნოთ კუთხეები, ერთი კუთხე, მეორე კუთხე, ერთი კუთხე, მეორე კუთხე და ორი ბისექტრისა ურთიერთმართული. ეს შეიძლება თუ არა იყოს მართობული. დავიცით ახლა ჩვენ.
ნუ მარტივი საჩვენებელია რომ არ მოგატყოთ არ მახსოვს წინა ლექციებზე ეს თქვით თუ არა უბრალოდ ჩემი ჩვევა ძალიან მიყვარს რა ვფიქრობ საჭირო ფაქტია და თან ისეთი დამალული ფაქტია ხოლმე კომპლექსურ რაღაც ისეთ დიდპირობიან ამოცანებში გვიჭირს ხოლმე მისი დანახვა და სავალდებულად ვთვლი რომ ხშირად შევახსენო მოსწავლეებს და მოდი კიდევ ერთხელ შევიხსენოთ რას უდრის ბისექტრისებს შორის კუთხე. ზოგადად, აი რომ გავიხსენოთ, როგორ შეგვიძლია გამოსახოთ ის მესამე წეროსთან მდებარე კუთხით. და არის ასეთი მარტივი რა. ეს თუ აწერო, ეს ბეწერო, ცხადია ერთი რა, ხო? რომ აი ეს კუთხე იქნებოდა კუთხეას ნახევარი, ეს კუთხე კუთხეების ნახევარი, ანუ შესაბამისად, ამ ქვედა პატარა სამკუთხედიდან გამოვიდოდა, რომ ბისექტრისებს შორის კუთხე, კითხვის ნიშანი ტოლია, 180 გრადუსს გამოკლებული კუთხე A-ს ნახევარს დამატებული კუთხე B-ს ნახევარი. აი ეს. რა არის ახლა ეგ იგივე არის კუთხე A-ს პლუს კუთხე B-ს ნახევარი გავაერთმშრალიანებდი და მარტივი საჩვენებელია, რომ დიდი სამკუთხედიდან კუთხე A-ს პლუს კუთხე B ეგ არის 180 გრადუსს გამოკლებული ალფა. ანუ შესაბამისად ეს არის იგივე 180 გრადუსს გამოკლებული ალფას ნახევარი. ანუ რა გამოდის? ეს კითხვის ნიშანი გამოდის ტოლი 180 გამოკლებული აი ეგ, ანუ თუ გავწყვეტით წილად იქნებოდა 90 მინუს ალფა ნახევარი და გამოდის რომ თუ გავხსნით ფრჩხილს 180 გამოაგდებოდა მინუს ალფა ნახევარი არის პლუს ალფა ნახევარი და გონია რომ ეგ საკმაოდ საჭირო თვისება ბისექტრისებს შორის კუთხე ტოლია მესამე წეროსთან მდებარე კუთხის ნახევარს დამატებული 90 გრადუსი. ახლა წარმოვიდგინოთ ასეთი გარემოება, რომ ანუ ეს ძალიან კაი. ახლა პირიქით, მოდი მოვყვეთ. წავშლი ახლა ყველაფერს და გვეკითხებიან ჩვენ, შეიძლება თუ არა რომ ბისექტრისებს შორის კუთხე იყოს 90 გრადუსი. ну თქვა დავუშვათ შეიძლება, ხო? აი ეგ არის 90 გრადუსი აქ. მეში რა გამოდის? გამოდის რომ ეს კითხვის ნიშანი ეგ არის 90 გრადუსი, ხო? მე ხო ვიცი რომ ბისექტრისებს შორის კუთხე არის ალფა ნახევარს პლუს 90 და ეს თუ არის 90, გამოდის რომ ალფა ნახევარი უნდა იყოს 0-ის ტოლი. ეგ ის შეუძლებელი. კუთხე საკუთხეში 0-ის ტოლი ვერ იქნება. ანუ გამოდის რომ პირველ კითხვაზე პასუხი არის არა. ახლა მე ეგ ამოცანაც გამოვიყენე აი ამ თვისების წარმოსადგენად და შესაძლოა სხვა უფრო სტანდარტული გზითაც გვეჩვენებინა ეს. ანუ მოდი ახლა მეორე კითხვას უპასუხოთ. ესე იგი მოდი ეკანსე. დაგვეშალა. ასე ვქნათ. კარგი, მეორე კითხვა. შეიძლება თუ არა რომ ერთი ბისექტრისა შუაზე ყოფდეს მეორე ბისექტრისას. თქვათ შეიძლება. აი თქვათ ეს გაიყო შუაზე. აი ეგ. ну დავაგვირდეთ ახლა რა მოხდება ამ შემთხვევაში. გამოვიდა რომ ქვედა სამკუთხედში მოდი ესე ვქნათ აი ამ სამკუთხედში ბისექტრისა მედიანაცაა. შესაბამისად გამოდის რომ ტოლფერდა სამკუთხედია, ხო? ანუ აი ეს გვერდი, აი ამ გვერდის ტოლია. სწორად. და გამოდის რომ ეგეც მართიკუთხია, ხო? ანუ ბისექტრისა მედიანაცა, ანუ სამკუთხედი ტოლფერდა და მართიკუთხე იქნებოდა და ჩვენ წინა ჯერზე ვაჩვენეთ რომ ბისექტრისები მართიკუთხით ვერ გადაიკვეთებიან.
ანუ გამოდის რომ მეორე დებულებაც შეუძლებელი იქნებოდა. ესეც არ მოხდება. არსებობს თუ არ არსებობს. 92. უბრალოდ მესამე. უბედწესად კუთხედში გავლებულია ბისექტრისა. კარგად რომ დავინახოთ, ჯერ გავავლოთ. ავიღოთ ABC სამკუთხედი. A, B, C. გავავლოთ BK ბისექტრისა. მოვნიშნოთ. ეს კუთხის ტოლია. AKB ისე შეეფარდება CKB-ს როგორც 4 ხუთს. AKB CKB-ს. ანუ აი ეს კუთხე 4x 5x ჩვენ მიჩვეულივართ რომ პროპორციულად გაცილებით დაყოფის დროს ასე აღნიშნავთ. მოდი უცებ დავთვალოთ. ხედავთ ეგ რომ გაცილებით მოსაზღვრე კუთხეებია და ერთი ჯამი არის 180 გრადუსი. შესაბამისად ეგ იქნება 20 გრადუსი, ანუ 4x იქნებოდა 80, მოდი წავშლი და ჩავაწყებარებ, აი ასე. რასაც მივაკრიეთ 80 და 100 გრადუსი. კიდევ რას მივაკრიეთ? ხო, BK ბისექტრისა იყო. ბატონო, და იპოვეთ ABC სამკუთხედში A და C კუთხეების სხვაობა. ანუ ჩვენ ახლა გვჭირდება კუთხე A-ს მინუს კუთხე C. კარგი, მოდი ეს ალფათი გავუსახოთ და რა გამოდის? ახლა რა იქნებოდა კუთხე A? კუთხე A იქნებოდა მარცხენა სამკუთხედიდან, აი ამ სამკუთხედიდან 180 გამოკლებული. და პრინციპში ასე უკეთესია ნახეთ. აი ამ სამკუთხედისთვის სიხო გარე კუთხეა და შესაბამისად კუთხეას პლუს ალფა გამოდის 100 გრადუსი. ნახეთ? აი ამ სამკუთხედში 100-იანი არის გარე კუთხე. და შესაბამისად კუთხე A გამოდის 100 გრადუსი პლუს ალფა. ანალოგიურად მეორე სამკუთხედში, აი ამ სამკუთხედში 80 გრადუსი გამოდის გარე კუთხე და ეს იქნებოდა კუთხე C-ს შესაბამისად პლუს ალფა 80 გრადუსი. თუ გამოვაკლებთ ახლა ამათ ერთმანეთს, ალფები გამართილდება და კუთხე A-ს მინუს კუთხე C იქნებოდა 20 გრადუსი. ალბათ არ შეგეშლებოდა x სწორი იქნება. კი, 93-ს დავძლიეთ. 94. ვნახოთ. მას რა გვჭირდება თვითონ ამ ნახაზზე ვერ გავაკეთებ, აბა მოდი ვნახოთ გადმოხაზვის გარეშე სამკუთხედი PRQ-ში იპოვეთ PQR კუთხე, აი ამ კუთხეს ითხოვენ. თუ სამკუთხედი შიგნით აღებული ნებისმიერ წერტილია და ნუ ასე არის კუთხები განაწილებული. ნუ არ ვიცი რას უყურებ ახლა მე პირადად. შეხედეთ. ეს ხომ ალფა კუთხეა აქ, თქვა და ეს ბეტა კუთხე. აი ქვედა სამკუთხედში რო ჩავაწეროთ კუთხეები. მაშინ ხო გამოდის რომ ალფას ასე ხომ ავიღოთ უცებ სწორი ხაზების გარეშე აი ასე ხომ იყო და ამას ალფა რომ ჩავაწეროთ და ამას ბეტა და ეს ვიცი არის 140 გრადუსი. ცხადი ალფა პლუს ბეტა არის 40 გრადუსი, არა? და შესაბამისად კუთხე P-ს პლუს კუთხე R-ი. აი ესაა P, ეს არის R-ი და ეს თუა 35 და ეს არის 40 გრადუსი პირობის მიხედვით, მაშინ კუთხე P-ს პლუს კუთხე R-ი ხომ გამოდის 35 პლუს ალფა დამატებული 40 გრადუს პლუს ბეტა. ესენი დაიკრიბება და არის 75 გრადუს პლუს ალფა პლუს ბეტა და ალფა პლუს ბეტა ვიცი 40 გრადუსია. შესაბამისად ეს არის 115 გრადუსი.
მაშინ აი ეს წვეროსთან მდებარე კუთხე ცხადია რა იქნებოდა 180 გრადუს გამოკლებული ეს კუთხე S პლუს კუთხე R იყო. შესაბამისად 180-ს გამოკლებული 115 და ეს იქნებოდა 65 გრადუსი. დავამოწმოთ? კი, 65-ია. მოდი გავაგრძელოთ. მოცარების განხილვა. 85. სამკუთხედის წვეროდან გავლებული ბისექტრისა ფუძესთან ადგენს 75 გრადუსიან კუთხეს. გავლით ბისექტრისა ასე ფუძესთან. აი ეს არის ტოლია, ფუძესთან ვადგენთ 75 გრადუსიან კუთხეს, ახლა ეს გავს 75-ას, ხო? და ერთ-ერთი ფერდის ტოლი. ახლა ნახეთ, აი ეს ბისექტრისა იქნებოდა ამ ფერდის ტოლი თუ მეორე ფერდის ტოლი. მოდი თქვათ ამ ფერდის ტოლი, აი ასეა. ანუ ეს ხო 105 გრადუსია. შესაბამისად, მაშინ ეს მარჯვენა სამკუთხედი, აი ეს სამკუთხედი ტოლფერდა უნდა იყოს და გამოდი, იმიტომ რომ ორი გვერდი ტოლი აქვს და 105 ფუძესთან მდებარე კუთხეა და გამოდის მეორეც 105 უნდა იყოს. რაც შეუძლებელია, იმიტომ რომ სამკუთხედს არ შეიძლება ჰქონდეს ორი მლავი კუთხე. შესაბამისად, ეს ბისექტრისა თუ იქნებოდა ტოლი აუცილებლად იმ ფერდისა, აი რომელიც 75 გრადუსი, აი იმ სამკუთხედშია, რომელშიც არის 75 გრადუსიანი კუთხე. აი ეს ბისექტრისა ამ მეორე, ასე ვთქვათ, მცირე ფერდის ტოლი იქნებოდა. ეგეც არის 75 გრადუსი მაშინ, იმიტომ რომ ტოლფერდა სამკუთხედში ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია. მაშინ წვეროსთან მდებარე კუთხე, ფერდების შემაერთებელ წვეროსთან მდებარე კუთხე რომ დაგვითვალა, ცხადია 30 გრადუსი იქნებოდა. 180-ს გამოვაკდებოდა 2 ცალი 75, ესეც 30 გრადუსი იქნებოდა ბისექტრისა. გამოდის რომ გვაქვს სამკუთხედი, სადაც ერთი კუთხე არის 75 გრადუსი, მეორე არის 60 გრადუსი და შესაბამისად 45 გრადუსი გამოვიდოდა მესამე კუთხე. ნუ ჩვენ ვთხოვდით აქ სამკუთხედის კუთხეებს და ალბათ ესე უნდა დაგვეწერა პასუხი. 75, 60 და 45. ავიწყეთ. 86. რა გვჭირდება ახლა აქ? რა ვიცით. მოდი ასე ვქნათ. ესე იგი ABC სამკუთხედში AB უდრის BC-ს, AB უდრის BC-ს და უდრის DC-ს. აჰა, ასეა ტოლი. ახლა წარმოვიდგინეთ, გამოდის რომ ეს კუთხე, აი ამ კუთხის ტოლია, რადგანაც DBC ტოლფერდა იყო და შესაბამისად მთლიანად ABC-ც ტოლფერდა, ამიტომ ეს კუთხე ამ კუთხის ტოლი იქნება. ეგეც საინტერესო მომენტია. იპოვეთ ABC კუთხე თუ ADB. ADB სამჯერ მეტია ACB-ზე. ACB-ზე. აი მოდი გადმოვიტანოთ ეს, დავხაზოთ აქეთ. ძალიან გვინდა ხოლმე მარტივ ამოცანაში თრო დავზოგოთ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის ხარჯზე, ხო? ისე ავწნიეთ ჩვენ გეომეტრიაში, ალგებრაში უფრო ტოვებდით მსგავს ამოცანებს და გეომეტრიაში ნაკლებ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ხშირად არის რაღაცა ის არასწორი დამოკიდებულება და მოსწავლეებში, რომ გეომეტრია ალგებრაზე რთულია, რაღაცა უფრო შიშის თვალით უყურებენ და აიც მეტი შესადარი მასალა რომ გქონდეს, აი და იყოს მასწავლების განარჩევი ამოცანებით, თუნდაც ასეთი მარტივი ამოცანებით ჩაწერილი. ანუ რა დავადგინეთ ჩვენ ახლა, რომ ეს კუთხე, ну, რადგანაც AB გვერდი ტოლია BC გვერდის და ტოლია CD-ს, გასულ მაინც დავაწეროთ, ეს რომ არის D,
AB გვერდი, BC გვერდი, გადავავლიოთ და CD გვერდი. ტოლია შესაბამისად ესენი ტოლია ეს კუთხეები და ესეც ტოლია ერთმანეთის. ახლა კუთხე. ADB კუთხე, აი ეს კუთხე, ADB კუთხე სამჯერ მეტია AC კუთხეში ACB-ზე. ACB-ზე. თქო დავაწყოთ ახლა. აი ეს თუ არის ალფა, ეს გამოდის 3 ალფა. ხო, ასე გვეუბნება პირო. და ესეც ალფაა, ხო? იმიტომ რომ ასტოლია. ახლა შესაბამისად რა ვიცით ჩვენ კიდე შეგვიძლია შემოვიტანოთ ბეტაც, აი ამას ბეტა დავარქვათ და გავაკეთოთ განტოლებათა სისტემა ერთგვარი. ну მაგალითად რა 3 ალფას პლუს ბეტა არის 180 გრადუსი და ამავდროულად 3 ალფა ნახეთ აი ამ სამკუთხედში გარე კუთხეა, ხო? და შესაბამისად 3 ალფა გამოდის ბეტას პლუს ალფას ტოლი. ხო? გარე კუთხე არამოსაზღვრე ორშიგა კუთხის ჭამის ტოლი. აქედან მარტივად ბეტა გამოდის 2 ალფას ტოლი. ჩავსვამდით აქ, ანუ 5 ალფა გამოდიოდა 180 ალფა იყო 36 და შესაბამისად ბეტა გამოდიოდა 72 გრადუსი. ახლა რა ვქნათ ADB კუთხე ვქნათ. ADB. არა, კუთხე ABC კუთხე ვქნათ. ABC. და ABC კუთხე რა გამოდის ახლა, თუ დიდ სამკუთხედში თუ შევხედავთ, ეს ალფა, ანუ 36, მაშინ კუთხე გამოდის 180 მინუს 2 ალფა, ხო? და ეს იქნებოდა 180 მინუს 2 ჯერ 36, 72, ანუ 108 გრადუსი. კი, სწორად გვაქვს. გავაგზავნოთ. 87 ამოცანა არის სწორედ ბისექტრისებს შორის კუთხეზე. ჩვენ ეს უკვე დღეს ვაჩვენეთ. რას უდრის ბისექტრისებს შორის კუთხე? და როდესაც ჩვენ გვაქვს ABC მოდი რა CB სამკუთხედი იყოს ასე, იმიტომ რომ ABC A და B წვეროებიდან გავლებული ბისექტრისები ეს ასე და აი მეორე კითხვა პირდაპირ ეხმიანება ჩვენ ფორმულას. ჩვენ გვეკითხებიან ბისექტრისებს შორის კუთხე, თუ C არის 50 გრადუსი და აქედან ეს იქნებოდა C და ამ კუთხის ნახევარს, ანუ 50-ის ნახევარს დავატებული 90 გრადუსი. პირდაპირ ფორმულას გამოვიყენებთ, ხო? 25 115 გრადუსი გამოდის. მაგრამ ახლა რა შეეხება პირველს, პირველში უფრო მარტივადაც შეგვიძლია, მარტივად რა თვალისთვის უფრო კარგად აღქმადად გავაკეთოთ, რადგანაც კუთხე A იყო, კარგად ხედავთ 50 გრადუსი, ეს იქნებოდა 25, რადგანაც კუთხე B იყო 100 გრადუსი, მისი ნახევარი იქნებოდა 50 გრადუსი და შესაბამისად კითხვის ნიშანი გამოვიდოდა 180 გამოკლებული 25 პლუს 50. ანუ 75 105 გრადუსი იქნებოდა პასუხი. 98-ს ზუსტად იგივე არის. მოცემულია ABC სამკუთხედი, D ბისექტრისა, C F ბისექტრისა, მათი გადაკვეთის წერტილი არის O, ABC კუთხე არის 82 გრადუსი და ითხოვენ AOF კუთხეს. შესაბამისად რა რას უდრის? 82-ის ნახევარს დამატებული 90. ანუ 50-ს თუ დაემატებ 90-ს, 131 გრადუსი იქნება პასუხი. ხალხს ვითხოვთ, ხო? არა, AOF კუთხეს ითხოვდნენ ბოდიში. ხო, ну შესაბამისად ჩვენ ამას დავთვლიდით და კუთხე AOF იქნებოდა 180 გამოკლებული
131. ანუ 49 გრადუსი. ხო. დავგვიდეთ პრინციპში დასითხოვენ, რომ მიხედავთ სწორი გამოთქმისა შეცდომა არ გაგვიპაროს მაინც. 99 ამოცანა სითხოვენ 99 ამოცანაში ABC სამკუთხედში A და C კუთხეების ბისექტრისები, ნუ ისევ ავიღებდით A, B, C, A-დან იყო ბისექტრისა გავლებული, C-დან იყო ბისექტრისა გავლებული, M წერტილში იკვეთებოდნენ და იპოვეთ ABC კუთხე, აი ამას გთხოვენ, თუ ის AMC კუთხის ნახევარი, ანუ ამას ითხოვენ, აი ალფა გვინდა და ვიცით, რომ AMC კუთხის ნახევარი, ანუ ეს არის 2-ა. ნუ ჩვენ ვიცით ფორმულა, რას უდრის ბისექტრისებს შორის კუთხე, ეს უდრის მესამე წვეროსთან მდებარე კუთხის ნახევარს, დამატებული 90 გრადუსი. ნუ განტოლება გვაქვს მიღებული, საიდანაც ალფა გვჭირდება. გავამრავლოთ ტოლობის ორივე მხარე 2-ზე, 4 ალფა, ალფა არის 180, აქედან 3 ალფა უდრის 180 და ალფა უდრის 60 გრადუსს. ვიპოვეთ ზუსტად ალფას ვთხოვდნენ და დავადგინეთ ეს. კარგი. მოდი ნახოთ ახლა 90 ამოცანა რა სიტყავს. იგივე არის? ახლა სიმაღლეებზეა საუბარი. კარგი. ვხედოთ სამკუთხედი. ეს არის 91 ამოცანა. A, B, C, A და C წვეროებიდან გავლებული სიმაღლე, ანუ ახლა სიმაღლეები რომ არის გავლებული, შეიძლება ისინი გარეთ ხდებოდნენ, მაგრამ ნახეთ, მოცემულია კუთხეები. კუთხე არის 70 გრადუსი. კაი, კუთხე C არის 80. მაშინ ეს მახვილკუთხა არ გამოდის 70-80, ნუ კუთხეები გამოდის 30 გრადუსი. A და C წვეროებიდან გავლებულია სიმაღლეები. ასე ეს მოდი ვიშნოთ სიმაღლე და კითხულობენ AMC კუთხეს, AM წერტილში იკვეთება, ხო? ახლა ასე AM წერტილში იკვეთება AMC. ნუ ჩვენ რა ვიცით? ჩვენ ვიცით, რომ მანამდე გავარკვიეთ სიმაღლეებს შორის კუთხე, აი ეს კუთხე და მესამე წვეროსთან მდებარე კუთხის ტოლი, ანუ ეს იყო 30 გრადუსი. შესაბამისად, კუთხეები იქნებოდა 150 გრადუსი. ნუ ეს ჩვენ ვაჩვენეთ, მანამდე თქვით და არ არის რთული ფაქტი და აღარ გავიმეორებ, ცოტა დავსგოთ დრო. მოდი 91-ს გავაკეთოთ, აქ. სანამდე, მოდი 93-მდე ჩავიდეთ და ჩვენი ვიდეოც დავასრულოთ. განვიხილოთ 91, ნუ თუ აქ ნახაზი არ გვეყოფა. აი, აქაც გვეყოფა მგონია ნახაზი რატო? იმიტომ რომ აი ნახეთ, ეს კუთხე ამ კუთხის ტოლი არ იქნებოდა? იმიტომ რომ აი ეს კუთხე არის სიმაღლეებს შორის კუთხე და შესაბამისად სამკუთხედის წვეროსთან, მესამე წვეროსთან მდებარე კუთხის ტოლი. ახლა ნახე რა სიტყვენ, ესენი ეთხოვენ კუთხე BAC, კუთხე BAC-ს დამატებული კუთხე ABC. ახლა ნახაზე რომ დავაკვირდეთ, BAC კუთხე არის მთლიანად ეს კუთხე, ხო? აი ეს კუთხე. კუთხე ABC არის აი ეს კუთხე. აი ეს კუთხე. ანუ გამოდის ფაქტობრივად, რომ დიდი ABC სამკუთხედის ორი კუთხე გვინდა და ცხადია ეს არის 180 გრადუს გამოკლებული მესამე წვეროსთან მდებარე კუთხე, ხო? აი ეს კუთხე. ალფა. ანუ პასუხი იქნებოდა 180 მინუს ალფა. 91-ში B უნდა ყოფილიყო პასუხი, კი ბატონო. 92 ამოცანა. მოდი ჩამოვწიოთ სრულად რომ გამოჩნდეს. 92. ABC სამკუთხედში B წვეროსთან მდებარე გარე კუთხე სამჯერ მეტია A კუთხეზე და 40 გრადუსით მეტია C კუთხეზე. ავიდოთ ახლა ჩვენ
ABC სამკუთხედი, აი ასე. ასე. ABC სამკუთხედი. C. და ბეწვეროსთან მდებარე გარეგო. აი, საგახოთ. ეს კუთხე სამჯერ მეტია A კუთხეზე. კაი, მოდი A კუთხეს დავარქვათ A. ეს იქნებოდა 3A. და 40 გრადუსით მეტია C კუთხეზე. ანუ, მაშინ მოდი ასე ვქნათ. C კუთხეზე 40-ით მეტია, მოდი მაშინ ეს 3α მინუს 40 დავწეროთ, კარგი? ხო, ანუ ბეწვეროსთან მდებარე გარე კუთხე სამჯერ მეტია A კუთხეზე და 40 გრადუსით მეტია C კუთხეზე. ხო, ასე. მაშინ მორჩა დამთავრდა. გარე კუთხე რის ტოლია? არა მოსაზღვრე ორი შიგა კუთხის ჯავის, ანუ ალფას რომ დავუმატოთ 3α მინუს 40, ეს იქნებოდა 3α ტოლი. 3α საბათილებს და ალფა გამოდის 40. იპოვეთ სამკუთხედის კუთხეები. ეს იყო 40, ეს იქნებოდა 3ჯერ 40 გამოკლებული 40, ანუ 100-ს გამოკლებული 40, 80 გრადუსი იქნებოდა ეგ. ასე და შესაბამისად 60 გრადუსი გამოვიდოდა ეს. აი, პასუხები გაქცევია აქ. 40, 60, 80. კი ბატონო. 93. ABC სამკუთხედში, მოდი ავიღოთ მართკუთხა სამკუთხედი ჩანს, ABC სამკუთხედი, ასე. ასე. კუთხები არის 90, კუთხე A არის 40, აი ეს უფრო პატარა ჩანს და მოდი აქ ჩავაწეროთ 40, ეს თავისთავად 50 იქნებოდა ბედე მედიანა. გავლებული, ანუ ჰიპოტენუზიდანაა გავლებული მედიანა. იგი, რა ვიცით ჩვენ უცებ დავტვირთოთ თვისებებით, მედიანაც ამ ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლი იქნება, ხო? ანუ პრინციპში აქაც 50 გრადუსი, ესეც 40 გრადუსი იქნებოდა და ეს 50 გრადუსი. იპოვეთ კუთხე მართი კუთხის ბისექტრისასა და ბედე მედიანას შორის. ნუ, მართი კუთხის ბისექტრისა ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ბისექტრისას და სიმაღლეც პრინციპში პატარა კათეტის მხარეს იქნებოდა. ანუ, მოდი გავავლოთ ახლა ჩვენ ბისექტრისა და ბისექტრისა იქნება უფრო აქეთ, ხო? აი, ასე იქნება. ის შუაზე ყოფს კუთხეს, ანუ აი ეს კუთხე, აი ამ კუთხის ტოლი იქნებოდა და შესაბამისად ეს თუ 40 გრადუსია, ეგ ხო 45 გრადუსია, მაშინ ეს გამოვიდოდა 5 გრადუსი. იდეა გავიგეთ, ხო? დაბიჯ რომ ვიყვებით, ეს ხო 40 გრადუსი იყო, აი აქ, ეგ ხო 40 გრადუსია, აი ასე. და მთლიანად ეს თუ 45 გრადუსია, თავისთავად, რაც მორჩებოდა, ეს პატარა სივრცე აქ, ხო? ეს იქნებოდა 5 გრადუსი. ხო, პრინციპში ამას ითხოვდნენ, ხო, კარგად დავამოწმოთ მაინც 93-ში, კი, 5 გრადუსია. მოდი გადავავლოთ თვალი როგორი ამოცანები მოდის. ხო, აქაც ახლა ბევრი განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ მოდით დავასრულოთ, არც თუ ისე პატარა ვიდეო გამოვიდა ახლა ეგ და 94 ამოცანის განხილვით დავბრუნდებით.